სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე შემოგვიერთდა. დილამშვიდობის დაგლოცეთ მამაცოდნე. დილამშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ წარმატებულ დღეს. დიდი მადლობა. მამაცოდნე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის ცოდვა და სინანული. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ თქვათ, კაცი არ მომიკლავს, არ მიმრუში, არ მიპარავს, მაგრამ ალბათ მთავარი ის არის, როდესაც გვავიწყდება ყველაზე მთავარი უფალი, როდესაც მისკენ სავალ გზაზე გარკვეულ ცოდვებს ჩავდივართ. შეიძლება მართლაც არ მოგვიკლავს არავინ, მაგრამ არის რიგი სხვადასხვა საკითხები, სხვადასხვა ცოდვები, რომელსაც ყოველდღიურად ნებსი თუ უნებლიეთ ჩავდივართ და შესაბამისად სინანული, რომელიც ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს, თუ სურს რომ უფალს მიუახლოვდეს, ეს ცოდვები სწორედ მთელი გულით, მთელი არსით უნდა მოინანიოს. მოდით ვესაუბროთ ჩვენს მაყურებლებს თუ რას წარმოადგენს ცოდვა, რა სახეები არსებობს მისი და შემდგომ უკვე როგორ ხდება გულწრფელი სინანული. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. ცოდვა ეს არის ალბათ ყველაზე საშიში დაავადება, რისაც ადამიანს უნდა ეშინოდეს ცხოვრებაში. აი ჩვენ ვიცით მრავალი დაავადება, რომელიც ადამიანის სხეულს ავნებს და ზოგიერთი მომაკვდინებელიცაა, ხომ? ცოდვა ეს არის სულის დაავადება. ეს არის გარედან შემოსული, ასე ვთქვათ, ადამიანის ბუნებისეული არ არის ცოდვა. და როგორიც არ უნდა იყოს ის, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, ნებისმიერი ცოდვა შეიძლება ადამიანისთვის იყოს და არის კიდევაც, მოდი ესე ვთქვათ, დამანგრეველი და მომაკვდინებელი. ღმერთმა ადამიანის შექმნა ნეტარებისთვის. მთელი სამყარო, რასაც ჩვენ ირგვლივ ხედავთ, ხომ? ეს დედამიწა, მთელი პლანეტები, ყველაფერი ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა და დაასახლა ის 64-ში დედამიწაზე ნეტარი ცხოვრებისთვის. და ერთადერთი მცნება მისცა მას, რომ არ შეეჭამა, არ მიეღო ნაყოფი ხისაგან, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. მაგრამ ადამიანმა არ მოусმინა ღმერთს. მოусმინა ეშმაკს, რომელიც მასთან ცბიერებით მივიდა და მოატყუა ის. ადამიანი ეშმაკისგან მოტყუდა. რომლისთვისაც, როგორც ბრძანებენ წმინდა მამები, საერთოდ არ უნდა მოესმინა. და ეს მოტყუებული ადამიანი იღებს ამ ნაყოფს და განუდგება ღმერთს და რომ ჩვენ ვხედავთ წმინდა წერილს, როდესაც ვეცნობით, რომ რა დაემართა ადამს და ევას, ისინი უშუალოდ მათ ჰქონდათ უშუალო ურთიერთობა, კავშირი ღმერთთან, ხო? უშუალოდ ჰქონდათ ეს ურთიერთობა და ეს ყველაფერი დაკარგეს, როდესაც ღმერთი მასთან მიდის ადამთან და ცდილობს რაიმენაირად ის გონს მოეგოს ადამიანი და სინანულში მოვიდეს, ადამიანი მას ეურჩება და ფაქტობრივად ღმერთს აბრალებს იმას, რომ მან ცოდვა ჩაიდინა. და შედეგად რა მივიღეთ? რომ ადამიანი განდევნილ იქნა 60-დან, ცოდვის საშუალებით შემოვიდა ამ ქვეყნად სიკვდილი და ყველა ამ სიკვდილს დავემორჩილეთ და ადამიანი აღმოჩნდა ღმერთისგან დაშორებული. ცოდვა ეს არის ის დაავადება, რომელიც ღმერთის ცოდვა რა არის, რომ ეს არის ღმერთის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი არის ღმერთთან კავშირი. ამიტომ ყველანაირად უნდა ერიდებოდეს ადამიანი ნებისმიერი სახის ცოდვას. ანუ ჩვენით ვშორდებით ღმერთს და არა ღმერთი გშორდება ჩვენ. ღმერთი პირიქით გვეუბნება, კართან რა კაკუნები და მზად ვარ ყოველასთან იყოს, მაგრამ თქვენ როგორც ბრძანეთ ეს ხო, ცოდვის შესახებ და არაერთხელ გვისაუბრია და ასევე ჩვენ ვიცით წმინდა მამისგან, რომ ნებისმიერი ჩვენი ცოდვა ნებსით ჩადენილი, იმიტომ რომ ვერც ეშმაკი გააკეთებს ძალით ჩვენს მაგიერებს და არც ღმერთი ძალადობს ჩვენზე. ჩვენ გვაგვწეს ეშმაკის აცოდეთ, ჩვენ ჩავდივართ, ხო და ნებისმიერად ჩორდებით ღმერთს. ანუ სწორედ ცოდვა მარტივად რომ თქვათ, გასაგებია რა თქვენ ბრძანეთ და იგივე ჯოჯოხეთი არის მდგომარე, როცა ჩვენ წყვდებით ღმერთს, წყვდებით ღმერთის სამყაროს, იმიტომ რომ ცოდვასთან ღმერთს საერთო არ აქვს და ვერ იქნება დაბინძურებულ ადგილას ღმერთი. რა თქმა უნდა. და მამაცოდნე ერთსაც კითხავთ, აი ჩვენ ვიცით რომ არ არსებობს ცოდვა, რომელსაც არ გადაემატება ღმერთის გაცნობყარება.
და ღმერთი თავისი ამ დიდი მოწყალებით გვაძლევს საშუალებას ნებისმიერი ცოდვა მოვინანიოთ. მაგრამ აი ჩვენი თემა არის ცოდვა და სინანული. რამდენად შეიძლება სინანულის გარეშე ჩვენ შეღლოთ ქრისტიანში დაბრუნება? დღეს ხშირად გვესმის ხოლმე რომ ღმერთი მოწყალია, მაინც ყოველს აპატიებს, ღმერთი გვაპატიებს და თითქოს ამისთვის ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ღმერთი ნამდვილად მოწყალია და ამ მოწყალებით გვაძლევს საშუალებას სინანულის და მონანიების, მაგრამ ჩვენ იქმედება ჩვენი გააზრება იმისა, რომ სინანული გქონდეს, რათა ის ღვთისმსახურს დაუბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი აი სულ მალე იქნება ხო უცხებიშვილის კვირა, სადაც რითი იწყება? მიხვდა შეინანა და მივიდა მამასთან და ამ შემთხვევაში ხვდება მამა და იხუტებს გულში. დიახ. ესე იგი, ადამიანი თავის ცხოვრების განმავლობაში, რასაც უნდა ცდილობდეს, ეს არის ღმერთთან დაახლოება. და სწორედ ამას უწყობს ხელს სინანული. ვინაიდან სინანული ადამიანის გულს განწმენს. ერთ ისტორიას გავიხსენებ, ბიბლიურ ისტორიას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაცნობიეროთ, ასე ვთქვათ, რა არის ცოდვის შედეგები და რა შედეგები მოაქვს ცოდვას. წმინდა დავით მეფსალმუნეზე ვსაუბრობდი რამოდენიმე კვირის წინ, სწორედ დილის გადაცემაში და ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად დიდია დავითი, რამდენად სულგრძელი იყო ის და რომ ჩვენთვის მაგალითი იქნება ის და ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა. თუმცა წმინდა დავით მეფსალმუნის ცხოვრებაში მოხდა ფაქტი, რომელსაც ალბათ არავინ არ ელოდა მის ცხოვრებაში, ის ცოდვით დაეცა და მძიმე ცოდვით დაეცა, მრუშობის ცოდვით დაეცა და ეს ყველაფერი იყო შედეგი იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში მას ის უზრუნველობას მიეცა. უზრუნველობა ეს არის ერთ-ერთი იარაღი ბოროტის ხელში, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ მოიშვება, გონია რომ ყველაფერი უკვე კარგად არის და ეს სწორედ ამ დროს არის ეშმაკი ჩასაფრებული. ის გამოვიდა აივანზე, დაინახა როგორ ბანაობდა ქალი, აღიძრა გულის თქმით მის მიმართ, დაეცა მასთან და შედეგად რა მივიღეთ, რომ შერწყვა შემდგომ ამ ცოდვის და ის კი არა რომ თქვათ რაიმენაირად ეს გამოესწორებინა. არა, უკვე სულ სხვა დავითი არის ჩვენს წინაშე. წინასწარმეტყველი, როგორც ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, აღმოჩნდა ჭუჭყში. და ადამიანის ცოდვა რას აკეთებს? ადამიანის გონებას აბნელებს. დავითმა ამ ცოდვას ისიც დაამატა, რომ შემდგომ ამ ქალის ქმარი მოკლა. აი ეს მნიშვნელოვანია, ცოდვის გამართლებას მერე სხვა ცოდვა უნდა ესე ჯაჭვი და ჭაობი, აბსოლუტურად. ცოდვა ისევ ცოდვას წარმოშობს. ეს ეშმაკი საგაგონებს, რომ ამის გამო ახლა ესქენი და იმის გამო რომ დაიფარა აკვლევინებს, კიდე უფრო მძიმე ცოდვას ამატებს. დიახ, ან თავის დროზე ცოდვას თუ არ მიხედა ადამიანმა და თუ ყოველდღიურად არ ჩაიხედა სულის სარკეში, რასაც ქვია და არ მოიცილა ეს ცოდვები კიდე სხვა ცოდვებს იწვევს და უფრო მეტად ამძიმებს ადამიანის სულს. და რომ არა ნათან წინასწარმეტყველის ეს ხელოვნება, ასე ვთქვათ, მისი მხილების ხელოვნება, კარგი გაგებით, დავით შეიძლება და არ შეენანებინა. ნათანი მივიდა მასთან და იგავური ფორმით გაუმხილა თავისი ცოდვა. საკუთარი თავი დაანახა შორიდან. რომ იყო ერთი მდიდარი და იყო ღარიბი ადამიანი. ამ ღარიბ ადამიანს მხოლოდ ერთი კრავი ჰქონდა, მდიდარს ყველაფერი ჰქონდა. როდესაც მივიდა ამ მდიდართან სტუმარი, ამ ადამიანმა თავისი კი არ რაიმე კი არ გამოიტანა სტუმართან გასამასპინძლებლად, არამედ ამ სწორედ ღარიბი ადამიანს, რომელსაც ერთადერთი კრავი ჰქონდა, სწორედ ამ ღარიბი ადამიანის კრავი დაუკლა. და დავითი იმდენად განიმსჭვალა ამ შემთხვევაში, როდესაც ამას უსმენდა სამართლიანობის გრძნობით, რომ ესო ძიმე სასჯელის ღირსიაო, ეუბნებოდა ნათან წინასწარმეტყველს, რომ ისო ოთხმაგად უნდა ზღოსო ყველაფერიო და ნათანი ამ დროს ეუბნება, რომ ეს მდიდარი შენ ხარ. აი ნახეთ რა მოხდა. ცოდვამ, როდესაც ის ჩაიდინა დავითმა, დაუბნელა მას გონება. იმდენად დაუბნელა მას გონება, რომ ვეღარ აცნობიერებდა, რომ ცოდვილია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ცოდვილია და ჩვენს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავთ სამწუხაროდ, რომლებიც ამბობენ, რომ მას ცოდვა არ აქვთ. ამ ცოდვა შემდგომ დაემატა მეორე, უფრო მძიმე ცოდვა, იმიტომ პირველ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ეს იყო გულის თქმით ნაკარნახევი და ეს იყო, ასე ვთქვათ,
გონების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება. მეორე შემთხვევაში უკვე თავად გონება მონაწილეობს ამ ცოდვაში და ფიქრობს დავითი რაიმენაირად დაფაროს ეს ცოდვა. და ძიმე ცოდვა კიდევ უფრო ძიმე ცოდვით დაამძიმა და მკვლელობა ჩაიდინა. დავით წინასწარმეტყველს სამ დროს, როგორც გითხარით, არ ქონდა საკუთარი ცოდვების გაცნობიერების მომენტი, ეს მდგომარეობა და ნათანმა რო ეს შორიდან დაანახა, უფრო ადვილად დაანახა თავისი ცოდვა. მას პირადად რო ეთქვა, როგორც ბრძანებენ მამები, რომ შენ ეს ცოდვა ჩაიდინე, რო ემხილა, პირდაპირ შეიძლებოდა დავითს ეს არ მიეხო. და რისი თქმა მინდა ამით? როდესაც ადამიანი ვერაცნობიერებს საკუთარ ცოდვებს, როდესაც არ აქვს სინანული და ხედვა თუ რა ცოდვები აქვს მას, ხშირად უფრო სამართლიანია სხვების მიმართ და განსჯის სხვებს. რომ ის ამის ღირსია, ეს ამის ღირსია, მაგრამ ადამიანი, როდესაც საკუთარ ცოდვებს აცნობიერებს და აი ფიქრობს, რომ რამდენად ცოდვილია ის და ჩვენს გულში რომ ჩავიხედოთ, ყველა მივხვდებით, რომ ჩვენ ძალიან ცოდვილები ვართ ყველანი და მხოლოდ უფლის გულმოწყალების იმედი გვაქვს, რომ ცხონდეთ. ამ შემთხვევაში არის როდესაც საკუთარ ცოდვებს განსჯის, ნაკლებად განიკითხავს კიდევაც სხვებს. აი დღეს ეფრემოსურის სცენებაა, მისი ლოცვა გვახსოვს მომონიჭი, განსაცვითა ცოდვათა არ განგითხო ძმისა ჩემისა და განხშირად მოგვისმენია, რომ თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებზე იფიქრებს, არ დარჩება დრო იმისა, რომ სხვის ცოდვები განიკითხოს, ისეთ მდგომარეობაში ვარ. თუმცა მამაცოდნე თქვენ დავით წინასწარმეტყველის მაგალითი მოიყვანეთ, საოცარი მაგალითი, ძიმე ცოდვით დაცემის და შემდგომ 50 ფსალმუნის სახით სინანულის გამოხატვის. რამდენად საკმარისია უბრალოდ იმის თუნდაც ესეც პირველ ეტაპზე ალბათ კარგია რომ ჩვენ მივხვდეთ რომ ცოდვა ჩავიდინეთ, მაგრამ ცოდვის შეგრძნება და აღიარება სინანულის გარეშე. რომელიც აუშვათ კი ვიცი რომ შევცოდე, ძიმე ცოდვა, მაგრამ თუ არ მაქვს ამის სინანული, თუ არ მაქვს განცდა რომ ეს ძალიან ძიმე რამე ჩავიდინე და როგორმე ღმერთთხოვო შეწყალება. არის თუ არა საკმარისი რომ უბრალოდ ვაღიარო რომ კი შევცოდე. რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. დავითი დიდი არის იმდენად, რამდენადაც მან იმხელა სინანული აჩვენა, რომ ჩვენთვის ყველასთვის გახდა ამ შემთხვევაში უკვე მაგალითი სინანულისა. როგორ უნდა შეინანოს ადამიანმა და რას თქვენ ახსენეთ 50 ფსალმუნი. მიწყალე მე ღმერთო შენი დიდი წყალობით. დიდი წყალობა არის, როგორც ამბობს დავითი, საჭირო რომ შეიწყალოს ის ღმერთმა და შენი მრავალი მოწყალებით ახოცე ჩემი უშჯულოება, განბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვებისგან განწმინდე. ღმერთო, რადგან მე ვიცი ჩემი უშჯულოება და ჩემი ცოდვა ჩემს წინაშეა მარადის. დავითი მთელი ცხოვრება ანანობდა ამ ცოდვას. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვდა ეს ცოდვა და ეს შემოსწრული გულით აღუვლენდა ღმერთს ლოცვებს, რომ ის ღმერთს მიეტევებინა. და ღმერთმა რა თქმა უნდა მას მიუტევა და ის გახდა ჩვენთვის, როგორც გითხარით, მაგალითი სინანულისა ეკლესიაში. დავითის ფსალმუნებია სულ დავითს ვიხსენებთ, მის 50 ფსალმუნს ალბათ ყოველდღიურად ვკითხულობთ და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი ნუგეში. მხოლოდ ის რომ აღიარო ერთჯერადად თქვა და თუნდაც უფლის წინაშე წარსდგე და მოინანიო ერთჯერადად ეს საკმარისი არ არის, არამედ ან მუდმივად უნდა გქონდეს განცდა თვისა ცოდვათა. და შესაბამისად მუდმივად უნდა გქონდეს უფალთან მოწიწება, მორიდება და ამ სინანულის გამოხატვის უნარი, ასე ვთქვათ. თავარი ის არის, რომ როდესაც ადამიანი შეინანებს ამას, როდესაც აღსარებაში იტყვის, როდესაც ეზიარება, მან უნდა აჩვენოს ნაყოფის სინანულისა. ქმედებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ცოდვა აღარ უნდა გაიმეოროს. თუმცა ზოგჯერ ხდება ხოლმე მამაცოდნე ალბათ ამით ახვევით, რომ ადამიანი ისე უბრუნდება ხოლმე ცოდვებს, რომელიც მონანიებული აქვს. ეს რა მდგომარეობაა და შეიძლება თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. არ არის უსოდველი ადამიანი, რა თქმა უნდა, არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს ან უიცოცხლა ამ ქვეყანაზე და არ შეუწოდავს ბრძანებს უფალი. მაგრამ ჩვენი ცხოვრება იმისკენ უნდა მივმართოთ, რომ ვებრძოლოთ ამ ცოდვებს. ერთმანეთს კი არ ვებრძოლოთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩვენს თავში ვებრძოლოთ ამ ცოდვებს და როდესაც ჩვენს თავში ვებრძვით, სხვებშიც ვებრძოლოთ. როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი გაბოროტებულია, ხო, ჩვენზე, ან კიდევ სხვაზე არის გაბოროტებული, შეიძლება ადამიანს სიკეთით, სიყვარულით უპასუხო, ან დაარიგო ადამიანი და
ჩვენი ყველას მიზანმიმართულობა რომ ამისკენ იყოს რომ ცოდვას ვებრძოლოთ, ნამდვილად 6-4 იქნებოდა დედამიწა. თუმცა ამას სამწუხაროდ არ ვაკეთებთ. შევიზულოთ ცოდვა და არა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ჩადის. მამაცოდნე, რამდენად მარტივი არის ცოდვებთან გამკლავება და ასევე როდესაც ადამიანი ვთქვათ გარკვეულ ცოდვაში არის, როგორ უნდა მიხვდეს, რომ იგი ნამდვილ სინანულში არის და განიცდის ამ ყველაფერს, რაც ჩაიდინა. ცოდვებთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ხშირად ადამიანს საკუთარ სხეულთან გიწევს ბრძოლა ამ დაცემულ ბუნებასთან. როგორც გითხარით, ადამიანის ბუნებისეული არ არის ცოდვა, მაგრამ მასში, ასე ვთქვათ, გარედან შემოვიდა და ხშირ შემთხვევაში ბევრი ცოდვა უკვე ჩვევად არის ქცეული. ანუ მის ნაწილად, ადამიანის ერთგვარ ნაწილად არის ქცეული, რომელიც როგორც რო წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომ რაღაც ჭუჭყი მიეცხება ადამიანს და რაღაც სიბინძურეში არის. თუ თავის დროზე ეს არ მოიბანე, ხო? და არ განიწმინდე ადამიანი, ეს კიდევ უფრო მეტად ჯდება ადამიანის სხეულში და ბოლოს შეიძლება მართლა ის ერთგვარ ნაწილად იქცეს. აი ცოდვა უნდა ისე უყუროთ, როგორც ცოდვისმიერი მატლიო, ესეთი შედარებაც კი არის, რომ მართლა ადამიანს აახოხთება და შეიძლება ჩაჯდეს მის სხეულში და მისი სისხლის წოვა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ერთგვარად. ანუ მაქსიმალურად უნდა გვეშინოდეს ცოდვის ადამიანებს. ჩვენ ხშირად ქრისტიანებს და ხშირად მორწმუნე ადამიანებს, რომელიც ეკლესიაში დადის, სწორედ აი როგორც თქვენ ახსენეთ, ესეთი დამოკიდებულება აქვს სამწუხაროდ ხვდებით ესეთ შემთხვევებს, რომ ხოლოდ აღიარებს ამ ცოდვებს და მერე დამთავრდა თითქოს ყველაფერი ამით. შენს თავში ამ მიდრეკილებებს უნდა ებრძოლო, ყველანაირად უნდა ცდილობდე, რომ განიწმინდო და ეს სინანული სწორედ რაც თქვენ ახსენეთ, დავითის სინანული, მეზვერის პეტრე მოციქულის, მეზვერის სინანული, უძღებიშვილის სინანული, რასაც გვახსენეთ ჩვენ ეკლესია ამ დღეებში, სანამ მარხვა დაიწყება განსაკუთრებით, სწორედ ეს სინანული არის ადამიანის განწმენდელი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაყოფი უნდა ვაჩვენოთ სინანულისა. აი ჩვენ ვახსენეთ დავით წინასწარმეტყველი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, ბევრი კუთხით ამ შემთხვევაში ძიმედ ცოდვით დაცემის და სინანულის, აი ამ ნაყოფზე რასაც ვლანებთ, პეტრე მოციქული იგივე და ესეთი რამ არის ნათქვამი, რომ ღარები ქონდაო და ყოველ მამის წყვილზე ტიროდაო, ხო? თუმცა რას ხედავთ, ერთის მხრივ ძალიან ძიმედ დაცემას, მაგრამ სინანულის შემთხვევაში დავითის და პეტრეს შემთხვევაში ღმერთი ასევე უბრუნებს იმ პატივს, რაც არის ამ შემთხვევაში აი უძღებიშვილის მაგალითი, ხო, 70-60 პირველი და ბეჭედი იგივე პატივში აყავს. რა მინდა თქვა, მამაცოტნე და ამას გამომახვილოთ ყურადღება. ბოროტი ესეთ რამეს შვება, როცა ცოდვაში ჩაითრევს ადამიანს ჩაყავს და მე თითქოს დააგონებს, რომ აზრი აღარ აქვს შენ. ნუ ამაც უკვე დაეცი ამ ცოდვაში და მოგვისმენია, რომ მე ღირსი არ ვარ, მე არ ვარ ღირსი, მე არავინ მაპატიებ და თითქოს მე ამის გამო კიდე ეთრევა ამ ცოდვაში. შეუძლია თუ არა სინანულს და ამის მაგალითები ვახსენეთ, რომ გულწრფელ სინანულს და ნაყოფ სინანულისა აბსოლუტურად შეიძლება არა იმ პატივში, კი უფრო მაღალ პატივში აიყვანოს და მარიამ ეგვიპტელის მაგალითია, რომელიც უდიდესი წმინდანია უმძიმეს ცოდვებში მყოფი ადამიანი თავის დროზე. დიახ, რა თქმა უნდა, ღმერთი არის გულმოწყალე, იმდენად გულმოწყალე და იმდენად დიდი არის ღმერთის მოწყალება, რომ ადამიანი ამას ვერ გარდაამეტებს თავისი ცოდვით, ვერავითარ შემთხვევაში. ერთადერთი ადამიანი, რაც არ უნდა ადამიანს დაემართოს ცხოვრებაში, ეს არის, რომ სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს და მით უმეტეს, რაც უპატიებელი არის და ამას არაფერი არ ეშველება, ღმერთმა დაიფაროს ყველა, თავი არ უნდა მოიკლას ადამიანს. იმიტომ რომ ეს პირდაპირ ეს ჯოჯოხეთში მოხდება ესეთი პიროვნება, გამოუხსნელი არის. სინანული ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაზე. და ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სინანული მთავრდება ჩვენი გარდაცვალებით. იმ ქვეყნად სინანული უკვე აღარაფერს აღარ ნიშნავს. იმიტომ რომ ვერც ნაყოფს ვეღარ აჩვენებ ამ სინანულისას უკვე ადამიანი. და არსებობს სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ არის გამოუხსნელი ჯოჯოხეთიც. ჯოჯოხეთში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ხარისხები და არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან გამოუხსნელ ჯოჯოხეთში. ნუ მათ უკვე აღარაფერი არასდროს აღარ ეშველებათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მძიმე ცოდვით, მომაკვდინებელი ცოდვით გარდაიცვალენ, ისე რომ არ ანახეს სინანული.
და ეშმაკის ბრძოლა სწორედ ამისკენ მიმდინარეობს და არა მარტო ამისკენ. ძალიან ბევრი საშუალება აქვს ბოროტს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები შექმნილი და ბევრი ხერხი, რომ ადამიანი დაღუპოს. მისი მიზანი მიმართულ ერთადერთი მიზანი ეშმაკისა ეს არის, რომ ადამიანი დაღუპოს. 64-შიც გამოადევნია, ასე ვთქვათ, დასცა ცოდვით ეშმაკმა ადამიანი, იმიტომ რომ ვერ აიტანა მისი ნეტარი ცხოვრება და ღმერთთან ერთობა და ეხლაც როგორც ბრძანებს პეტრე მოციქული, რომ განიფრთხვეთო, ანუ ფრთხილად იყავითო. და მღვიძარე იყვენითო, ვინაიდან ეშმაკიო, წინამოსაჯული თქვენი ეშმაკიო, როგორცო მყვირალი ლომიო დადისო და ეძებსო ვინჩ თანთქასო. ესე იგი წარმოიდგინეთ, ეშმაკი რომელსაც ჩვენ ვიცით რომ დასვენება არ სჭირდება. ყოველ წამიერად, ყოველ წუთიერად სულ იმისკენ იღწის, ასე ვთქვათ, რომ ადამიანი დაღუპოს და ჩვენ ადამიანები უფრო ნაკლებს ვაკეთებთ ჩვენი ცხონებისთვის, ვიდრე ეშმაკი აკეთებს ჩვენი დაღუპვისთვის და სულ ჩასაფრებულია. რომ რაიმენაირად იქნებ ადამიანი დაღუპოს. აი როგორც წარმოვიდგინოთ, ადამიანის გული როგორც ერთგვარი სულიერი იერუსალიმი, რომლის გარშემოც თქვენ იცით იერუსალიმი ალყაში იყო, ხო? გარშემო არის მოალყეები, ჯარისკაცები, ეს მანქანები და ეძებენ, აი ყოველდღიურად ებრძვიან ადამიანს და იმას ცდილობენ, რომ რაიმენად შევიდნენ ამ გულში. როდესაც უკვე გულში შედის ცოდვა, ეს შემდგომ ადამიანი იწყებს მისი აღსრულებისკენ მზადებას. რამოდენიმე ხარისხი არის, ასე ვთქვათ, საფეხური ცოდვასთან ბრძოლის და პირველი არის, რაც თავიდანვე აღვნიშნე, რომ არ უნდა მოусმინოს საერთოდ ეშმაკს. როდესაც უსმენს ამ ბოროტ აზრებს ადამიანი, შეიძლება ეს შეიწყნაროს. როდესაც შეიწყნარებს, შემდგომ იწყებს ამაზე ფიქრს რომ იწყებს, მერე იწყებს იმაზე ზრუნვას, რომ რაიმენაირად აღასრულოს, მერე ღმერთმა დაიფაროს და აღასრულებს, თუმცა უკვე ეს ფიქრიც ცოდვა არის, თავისთავად ცხადი არის და მერე შემდგომ ყველაფრისა, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ის არის, რომ გამყარდება ამ ცოდვაში და მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება ეს. და ეშმაკი, როდესაც ამდენს ცდილობს ადამიანები, როგორც ბრძანებს პეტრე მოციქული, უნდა ძალიან ფრთხილად ვიყოთ და მღვიძარებაში, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ფიქრის დროსაც კი შეგვიძლია, როდესაც მიხვდებით, რომ არასასურველი ფიქრი მოგვერია, ასე ვთქვათ, მაშინათვე შეგვიძლია მივმართოთ უფალს, პირჯვარი გამოვისახოთ და შევთხოვოთ, რომ ეს რომელიც გავიაზრებე, გულამდე არ მივიდეს და შემდგომ მოქმედებაში არ მოვიყვანოთ. ალბათ საჭირო არის ამგვარი ქმედება. ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანი არის და როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, ეხლა გვიახლოვდება მარხვა, სადაც წმინდა ეფრემასურის ლოცვებს გკითხულობთ და რომელიც ჩვენ გვეხმარება. ლოცვა და მარხვა ეს არის ორი უდიდესი იარაღი, რომელიც ადამიანს ღმერთმა უბოძა ბოროტის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღოდ მაცხოვარი გვეუბნება, ბოროტი გაიმეორება ლოცვითა და მარხვით და ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანდობლივია ესე კარგად შევეხეთ, რომ მაცხოვარი ბრძანებს ლოცვითა და მარხვით. ესე იგი, ორივე მნიშვნელოვანია. ცალკე ლოცვაც არ არის საკმარისი და ცალკე მარხვაც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ ოჯახთან მე ლოცულობ, ჩვენთვის გავარხატებთ, თითქოს საკმარისია. ან მე მარხულობ, მაგრამ არ არის საჭირო ლოცვა და ეკლესია. მაცხოვარი პირდაპირ გვეუბნება, ლოცვით და მარხვით ორივეს ერთად, ესე იგი სინთეზში შეიძლება ჩვენ შევბრძოლოთ და გავამდენოთ ეშმაკი ჩვენგან. დიახ, და ეკლესიური ცხოვრებით. ეკლესია ჩვენ ეკლესიის საშუალებით, რომელიც ღმერთმა დააწესა სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმარისია მხოლოდ ღმერთთან პირადი ურთიერთობა და ის ავიწყდებათ, რომ მათთან ღმერთთან ესეთი პირადი ურთიერთობაც არ აქვთ, როგორიც 64-ში ჰქონდა ადამს და ევას, ხომ? სწორედ ამ ურთიერთობის დასაბრუნებლად, ღმერთთან მისაახლებლად გვჭირდება ჩვენ ეკლესია, რომელიც ეხმარება ადამიანს განწმენდაში და აძლევს იმ მადლს და წყალობას, რომ აღუდგეს ცოდვას. ადამიანი საკუთარ თავზე არ უნდა ამყარებდეს, ესეც მნიშვნელოვანია ალბათ რომ აღვნიშნოთ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ყველაფერი ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. ამისთვის ჩვენ ძალიან გვდაგვჭირდება და აუცილებელია ღმერთის დახმარება და მადლი, რომელსაც ჩვენ ეკლესიაში ვიღებთ და ეკლესიური ცხოვრებით, წმინდა ზიარებით, რომელიც ადამიანს ღმერთთან შეაერთებს და განაღფრთობს ადამიანს, აძლიერებს სულიერად, მას აძლევს იმ სულიერ ძალებს, რომ სწორედ ეს ცოდვიანი ცხოვრება ერთგვარად გადალახოს
ისე რომ მაქსიმალურად არ შეეხოს ეს ცოდვა მას და თუ შეეხება კი განიწმინდოს და ეს სინანული მის ცხოვრების თამდევი არის. დიდი მადლობა მამაცოტნე მობრძანებისთვის, საუბრისთვის. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს სინანულის და ცოდვის მნიშვნელობაზე. ამის შესახებ გვესაუბრებოდა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი მღვდელი ცოტნე ჩხეიძე.